მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. Სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტი მიმდინარეობს. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლა. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე. ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მონაწილეობას მიიღებენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაშიც. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრებით ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. პირად მე მეხუთედ მონაწილეობ ამ ფორმატში. მრგვალი მაგდის ფორმატში მექნება საშუალება მიმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისაც გამოვიყენებთ. ამ ღონისძიებას, როგორც საინტერესო ღონისძიება და მკვიდრად მიღოთ მონაწილეობას. ზოგადად ამიერკავკასიისთან განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის. სამიტის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ღონისძიება სომხეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გაიმართა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად. დიუშანის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მორიგი მსვლელობა გაიმართა რუსთაველის მეტროდან მთავრობის კანცელარიამდე. მშობლების განცხადებით ამ ტიპის პროტესტს ყოველ კვირა დღეს ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას ჩაატარებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნა უცვლელია: მკურნალობის დაფინანსება და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანა, რომლებსაც მშობლების განცხადებით დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ისევ და ისევ ჩვენი მოთხოვნა არის არსებული მედიკამენტების შემოტანა და ჩასვება ჩვენს ქვეყანაში, რათა ეს აუცილებელი მედიკამენტი მიიღო ჩვენმა შვილებმა, რათა ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ დაუყალავად გავაგზავნეთ პროტესტს მანამ, სანამ ეს არსებული მედიკამენტი არ ჩაეშვება ჩვენს ქვეყანაში და არ მიიღებს მას ჩვენი ბავშვები. მთავარი მოთხოვნა რჩება ეს უკვე 2 წელია რასაც ვთხოვდით და ვემუდარებოდით ჯანდაცვის მინისტრს გადაგვაზრდებინა შემდეგ ეს აქციებში და ხმაურიან მდგომარეობაში ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას, ბავშვებისთვის შემოიტანოს მედიკამენტები, რომელიც არსებობს და ხმარობს უკვე ამ მედიკამენტებს სხვა სახელმწიფოში ბავშვები და არიან ძალიან კარგ მდგომარეობაში. ვითხოვთ წამალს სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი მოთხოვნა ისევე როგორც ამ წლების და ამ დღეების განმავლობაში იყო, უცვლელი რჩება წამალი, რომელიც ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ნუ თუ ასე რთულია ამის გაგება, რომ დედები ვითხოვთ წამალს, წამალი რომ არ სჭირდებოდეს ჩემთვის, ხო არ მოვითხოვდით. ჩვენი მოთხოვნა იქნება უცვლელი, ჩვენ არ სადარწავად, სანამ წამალი არ იქნება, თუმცა ჩვენ დრო აღარ აგვაქვს აქ კვირაობით დგომის დაავადება არ იცის. ჩვენი შვილები აქამდეც ვერ მოდიან, რომ ჩვენს გვერდით დადგენ, იმიტომ რომ ვერ გადაადგილდებიან. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. ამის შემდეგ კი დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. 104 გვერდიანი დასკვნა კომისიის წევრებმა 3 თვიანი მუშაობის შედეგად გასულ კვირაში წარმოადგინეს. დოკუმენტი გადაგზავნილია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. საპარლამენტო კომისიის დასკვნა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკომენდაციებს მოიცავს. საკითხს ბიზნესის ნაწილიც ეხმაურება. საქართველოს რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ საოჯახო კალათის ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. ოპოზიციის განმარტებით კი კომისიის მუშაობა დაწყებისთანავე ფარსი იყო. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ფასებმა კლების ნაცვლად კიდევ უფრო მოიმატა. დასკვნას მხარს არ უჭერს ხალხის ძალა. მათი თქმით, დოკუმენტი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. ფასების კომისიამ დაადგინა ერთადერთი, რომ საფრანგეთში და გერმანიაში თუნდაც პროდუქტები უფრო ძვირია ვიდრე საქართველოში. აი ეს დაადგინა ამ კომისიამ. აი მსგავს კომისიას, რომელსაც 3 თვის განმავლობაში ქართულ ამორჩეულს აყურებინებდნენ და კობახიძეს სრულ დაპირება გააცემინეს, რომ თურმე ფასებს შეამცირებდა, რა თქმა უნდა მსგავს კომისიას არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. რაც შეეხება ვინმე ფასს დააკლებს თუ არ დააკლებს, მე არ ვიცი უყურებდით თუ არა ამ კომისიის სხდომებს, პირდაპირ მიწვეული ადამიანები, რომლებიც წარმოებლები არიან, 95%-მა პირდაპირ განაცხადა, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ ფასები დააკლონ. გაცემული არის რეკომენდაციები,
რომელიც პირობითად შეიძლება დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გადაჭრის გზებზე, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ფასების კლებასთან. ერთ-ერთი მოკლევადიანი გადასადგმელი ნაბიჯი, მათ შორის კარგია, რომ მოდის ბიზნესიდანაც, ეს არის კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა და მუშაობს და რაც თავის მხრივ გარკვეულ პროდუქტებზე შეამცირებს ფასებსაც. ჩვენ გვაქვს მიდგომა, როგორც ეს არის, როგორც უნდა იყოს მართლ გუნდსა და ბიზნეს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ოზურგეთში კაფე 8+1-ში მწერალ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა და წიგნების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლისა თუ ასაკის მოსწავლეები კაფე 8+1-ში საპატიო მიზეზითა თუ მიზნით საყვარელ მწერალთან შესახვედრად შეიკრიბნენ. წერლის ავტოგრაფამდე საყვარელ წიგნზე ბავშვებმა თავად ავტორისგან წაკითხული კუპატას თავგადასავლის ნაწყვეტი მოისმინეს და კეკელიძის თხოვნით ინტერაქტიულად ჩაერთნენ. პატარა მკითხველთან შეხვედრა ბიბლუსის მხარდაჭერით მოხდა. ძალიან მახარებს ის, რომ ამდენი ბავშვი მოვიდა განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ ქალაქში, ოზურგეთში. ძალიან მახარებს, რომ ამ ბავშვების მოსვლის მიზეზი იყო წიგნი და ეს ალბათ ყველაზე მთავარი და რაღაცნაირად გამსაზღვრელი ამბავია ამ შეხვედრის. და მახარებს ისიც, რომ რაღაცნაირად ეს პატარა დაბრუნება მე ხშირად ჩამოვდივარ, რა თქმა უნდა, ასეთი თბილი და მრავალმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას. დღეს მე იმიტომ ვარ და აქ მოსვლი, რომ ნახო დიდი მწერალი და ნახო და გადავიღო მასთან ფოტო და ასევე მას გამოვართვა ავტოგრაფი. ჩემი ბავშვების ოცნება იყო მასთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამისურვებია. ძალიან გამაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გურული ვარ და გურიაში დავიბადე და ასეთი კარგი მწერალი მყავს გურულებს. ძალიან გამაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. გაწიგნები გაქვს მოტანილი. დღეს მოვიტანე კუპატაძის თავგადასავალი, იმიტომ რომ ჩვენთვის საყვარელიც ძაღლი, მთელი ქვეყნის ძაღლია ნამდვილად და გურული დღიურები. რადგან ჩვენი ისტორია მაინც ყველაფერი ერთ სივრცეში. ძალიან მიხარდა და დიდი ხანია ველოდი, რომ როდის ჩამოვიდოდა და გავიცნობდი პირადად. ოზურგეთის კულტურის ცენტრში 21 სკოლას შორის ამჯერად შეჯიბრი მუსიკალურ თემატიკას შეეხო. ოზურგეთის კულტურის ცენტრში 21 სკოლას შორის ამჯერად შეჯიბრი მუსიკალურ თემატიკას შეეხო. მეხუთე მერვე კლასის ჩათვლით ბავშვებმა ვიქტორინას უპასუხეს, რომელიც მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ საგაკვეთილო მასალებს შეეხებოდა. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და ცოდნა ხელოვნების ამ სფეროში საინტერესოდ წარმოაჩინეს. თითოეულ სკოლას გულშემატკივრებიც ყავდა, რომლებიც ბავშვებს ტრანსპარანტებით და შეძახილებით ამხნევებდნენ. ვიქტორინას კონკურსის სახე ჰქონდა, რომელსაც ჟიური აფასებდა. საბოლოოდ კი 21 სკოლას შორის გამარჯვებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილზე კი გაღმა დვაბზუ სკოლა გავიდა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და იმისთან მიუხედავად, რომ ასე პირველი შემთხვევა იყო და გაუთვალისწინებელი იყო ზოგი ფაქტი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, ჩვენს მუსიკის პედაგოგებს და უბრალოდ ყველა თითოეულ ბავშვს, რომ ისრომეს და თავდადებით მოემზადნენ დღევანდელი დღისთვის და ძალიან დიდი გამოსვლება იყო ჩემთვის. ვიქტორინის იდეის ავტორი ლიხაურის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, ლოტბარი, ანსამბლი რეხეულის ხელმძღვანელი ფოტინე გორდელაძე გახდათ. იდეის განხორციელებაში მას საგანმანათლებლო რესურს ცენტრი დაეხმარა. წელს პირველად ოზურგეთის საგანმანათლებლო სივრცეში მუსიკალურო ვიქტორინამც დაიწყო ათვლა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, დიდი გამოწვევაა სკოლებისთვის, პედაგოგებისთვის და რა თქმა უნდა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მათ უღრმავდებათ და ალბათ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ აქ შეძენილი ცოდნა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო და გადამდები იქნება სამომავლო და იმაზე მეტი სკოლა ჩაერთვება, ვიდრე წელს არის ჩართული და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ლალი სიჭინავას, ყველა სკოლის დირექტორს, ყველა პედაგოგს, ყველა ბავშვს, ვინც ჩაერთო. ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს დღეს. ტარდება მუსიკალური ვიქტორინა სკოლებს შორის 44 სკოლიდან 21 სკოლა ღებულობს მონაწილეობას. მე მივესალმები და მხარდაჭერა და გამოუხატე ჩვენს მუსიკის მასწავლებლებს
მასწავლებელს ქალბატონ ფოტინეს, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მისი ინიციატივით ხდება ეს და რესურს ცენტრი დაუდგა გვერდით. მთლიანობაში ვთვლი რომ ეს იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ სპორტის, ხელოვნების, მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ. ძალიან ვაფასებთ ამ საგნებს, ასე ვთქვათ, სპორტში კონფერენცია ვქონდა, ხელოვნებაში გამოფენები ვქონდა და მუსიკაში ვიქტორინით შევხვდით მუსიკის სწავლება სკოლებში და არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ ბავშვებს. არაჩვეულებრივად აქვთ შესწავლილი ეს საგანი და მიხარია ეს რომ პირველად ვაკეთებთ ამას და ამ მხარდაჭერას ყოველთვის ნებისმიერ მასწავლებელს გამოუცხადებს, ვინც მსგავს ინიციატივას წარმოადგენს და ყოველთვის ვიქნები მათი მხარდამჭერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, კოკაინი ნივთმტკიცება დამოიღო. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდიან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ლანჩხუთის გურია სტუმრად ლიგის ერთ-ერთ ლიდერს თბილისი 2025 შეხვდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლანჩხუთელები მე-40 წუთზე დაწინაურდნენ. გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა მალევე 3 წუთში გაათანაბრეს. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოო თამაში ფრედ 1-1 დასრულდა. 9 მატჩის შემდეგ ლანჩხუთელებს 18 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზე იმყოფებიან. მორიგ შეხვედრას გურია საკუთარ მოედანზე 7 მაისს გამართავს და ხობის კოლხეთს შეხვდება. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. სინოპტიკოსების განცხადებით 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დრო გამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება. მაღალმთიან რაიონებში ზვავ საშიშროება. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის 15 გრადუსია მოსალოდნელი. ჩოხატაურში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურას 17 გრადუსს, ხოლო ლანჩხუთში ასევე შენარჩუნებული იქნება 17 გრადუსი. რაც შეეხება ურეკს, ურეკში ნავარაუდებია სითბო 15 გრადუსი, ხოლო ბახმაროში 8 გრადუსი. დედაქალაქში კი ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება და 21 გრადუსი იქნება დაფიქსირებული. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.